მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სტივენ ლევიცკისა და დანიელ ზიბლატის 2018 წლის წიგნზე, როგორ კვდება დემოკრატია. ავტორებმა შენიშნეს, რომ 21 საუკუნეში დემოკრატიას ნაკლებად ემუქრება საფრთხე საფხედო გადატრიალებისგან ან რევოლუციებისგან. ამის ნაცვლად ისინი კვდებიან პერმანენტული დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ნორმების ეროზიისგან. დემოკრატიის სიკვდილი ნაკლებადაა დაკავშირებული ინსტიტუტების გადაგვარებასთან. არამედ დაკავშირებულია დემოკრატიული ნორმების სიკვდილთან. ავტორები საუბრობენ, რომ ისეთი ფორმალური მხარე დემოკრატიის, როგორიცაა არჩევნები და კონსტიტუცია, ფუნქციონირებას აგრძელებს. მაგრამ მეორე მხრივ, საერთო ნორმების ეროზია იწყება. ისეთი ნორმები, როგორიცაა ამტანობა და თვითშეკავებულობა, როდესაც ქრება, იწყება დემოკრატიის კრიზისი. ტრადიციულად ეს ნორმები პოლიტიკურ ოპონენტებს აძლევდა საშუალებას, არ გადაქმნილიყვნენ მტრებად. ხოლო ლიდერებს აძლევდა საშუალებას, შეზღუდულ ფარგლებში ეწარმოებინა მმართველობა. ამ ნორმების გარეშე პოლიტიკოსები მიმართავენ არადემოკრატიულ პრაქტიკებს, საკუთარი მიზნების მისაღწევად. ორი მნიშვნელოვანი ნორმა, ურთიერთშემწყნარებლობა და მოთმინება არის მნიშვნელოვანი, რათა დემოკრატია გადარჩეს. ურთიერთშემწყნარებლობა ან მოთმინების იდეა არის ისეთი იდეა, როდესაც მტრული პარტიები აღიარებენ ერთმანეთის არსებობის უფლებას და ერთმანეთისთვის ძალაუფლების კონკურენციის უფლებას. ურთიერთშემწყნარებლობის გარეშე პოლიტიკური პარტიები განეხილავენ ერთმანეთს როგორც არსებობისთვის საფრთხეს, რაც დემოკრატიულ თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის. მეორე მხრივ, მოთმინება არის ის ნორმა, როდესაც პოლიტიკური პარტიები საკუთარ ძალაუფლებას ზღუდავენ, მაშინაც კი, როდესაც ამის კანონიერი უფლება აქვთ. მაგალითად, პოლიტიკური პარტია, რომელიც ძალაუფლებაშია, არ გამოიყენებს იურიდიულ უფლებას, რათა დათრგუნოს მისი ოპონენტები. არა იმიტომ, რომ ამის უფლება არ გააჩნია, არამედ იმიტომ, რომ ესეთ მოქმედება ანადგურებს დემოკრატიულ პრინციპებს. ესეთი თავშეკავებულობა საერთოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, რადგან მაგალითად ისეთი პირების დანიშვნა, რომელიც შენ პირად ინტერესებს არგებს, მაგალითად კონტროლებადი მოსამართლეების დანიშვნა და ასე შემდეგ, ანადგურებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორი იურიდიული უფლებაც არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ამ ნორმების განადგურებით ეტაპობრივად იწყება დემოკრატიის ეროზიაც. ავტორები ამჩნევენ, რომ ამ ნორმების გაქრობასთან ერთად პოლიტიკური ლიდერები იყენებენ ინსტიტუციურ სისუსტეებს საკუთარი ოპონენტების და ანადგურებენ დემოკრატიულ ნორმებს. პოლიტიკური პოლარიზაცია კი საგრძნობლად ასუსტებს ურთიერთშემწყნარებლობას, ხოლო ეს იწვევს იმას, რომ პარტიებს უყალიბდებათ მენტალიტეტი, ჩვენ მათ წინააღმდეგ. ეს ხედვა კი ხელს უწყობს, რომ დაენახო შენ მოწინააღმდეგეში სასიკვდილო მტერი და არა როგორც ლეგიტიმური პოლიტიკური ოპონენტი, რაც დემოკრატიულ ინსტიტუტებს სერიოზულად ურტყავს. იმის მიუხედავად, რომ ავტორები ანტიტრამპისტები არიან, ისინი აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური პარტიების კრიზისმა გამოიწვია არსებული მდგომარეობა. რადგან იმის ნაცვლად, რომ პარტიებს გაეფილტრათ ლიდერები და ის ლიდერები წამოეწიათ წინ, რომლებიც დემოკრატიული ნორმების ერთგულები იქნებიან, მათ სხვა სახის ლიდერებზე გააკეთეს აქცენტი. პარტიებმა ავტორიტარულ ლიდერებზე გააკეთეს აქცენტი, რამაც ხელი შეუწყო დემოკრატიის კრიზისს. იმის მიუხედავად, რომ წიგნი ლიბერალურ პოზიციებიდან არის დაწერილი, საკმაოდ სწორი მიგნებებია დაჭერილი. დემოკრატია კვდება არა იმიტომ, რომ მას გარედან საფრთხე ემუქრება, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკურმა კლასმა დემოკრატიული ნორმები ძალაუფლებისთვის ბრძოლის დროს გაანადგურა, რამაც მიიყვანა საზოგადოება უკიდურეს პოლარიზებამდე. გირჩევთ, რომ გაეცნოთ წიგნს, ოღონდ კრიტიკული თვალით წაიკითხეთ აუცილებლად და გაფილტრათ ლიბერალური ხაზი მასში. იმედია, თქვენთვის საინტერესო იყო. მომავალ შეხვედრამდე.